როგორ არის უთქვენოდ და ენატრებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია. კითილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს ნახოთ საჯარო გაშლილ ზუსტად ამ თემით. როგორ არის თქვენს გარეშე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და ენატრებით თუ არა. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, ახლა დავარიგებ ვარიანტებს. ჩაიფიქრეთ ერთი ნებისმიერი პიროვნება, არ არის აუცილებელი რაღაც რომანტიული სასიყვარულო ასპექტით, ხო? და ნახოთ აბა, როგორ არის თქვენს გარეშე. როგორ არის პირველი ვარიანტის გარეშე მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და მეორე ვარიანტი თქვენს გარეშე როგორ არის. პირველი ვარიანტი ასეთი გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი. აირჩიეთ, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტით. როგორ არის უთქვენოდ პირველ რიგში და აქ ამოვიდა არკანის სამართლიანობა. პირველ რიგში აქ თქვენ შორის რაიმე სახის კონფლიქტი, აზრთა დაპირისპირება ან ზოგადად ურთიერთობის გაწყვეტა თუ იყო, აქ მინდა გითხრათ, რომ ადამიანი უთქვენოდ საკმაოდ ვერ ვიტყოდი, რომ კარგად არის ამ არკანიდან გამომდინარე. ვერ ვიტყოდი, რომ კარგად არის. თუმცა ვერც იმას ვიტყოდი, რომ მაინც და მაინც ცუდად არის. უფრო ამ არკანიდან გამომდინარე იმას ვხედავ, რომ ათრიგერებს თითქოს თქვენზე ფიქრები. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ არის პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ გარეშე. არკანი ხმლების 4-იანი, ხმლების 5-იანი და თასების დედოფალი. ნახეთ მეგობრებო, პერიოდულად ადამიანი მართლაც რომ მძიმედ გრძნობს თავს, მაგრამ საბოლოო ჯამში რო შევაჯამოთ მისი მდგომარეობა, როგორი არის, აი თქვენს გარეშე, მე აქ ვიტყოდი იმას, რომ ადამიანს ათრიგერებს რა, აი თქვენ როდესაც ახსენდებით, თრიგერდება და პერიოდულად კი ბატონო, უღრმავდება ემოციები, პერიოდულად არის უფრო რაღაც სიღრმისეული დარდები, წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ დაგკარგათ მაგალითად, ხო? თუ ამ ადამიანთან ახლაც გაქვთ კონტაქტი, მაგრამ კონტაქტი არის მაგალითად ხან შეპაუზებული, ხან გაურკვეველი, ამ შემთხვევაში გეტყოდით იმას, რომ თქვენს გარეშე ადამიანი არის ისეთ არკანის სამართლიანობის ენერგიებში, სადაც ადამიანი განსჯის საკუთარ ქცევებს, განსჯის საკუთარ თავს და განგსჯით თქვენ და იცით რას გულისხმობ? აქ მე ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანი ცდილობს, რომ მიიღოს თქვენთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული გადაწყვეტილება. მაგალითად, შემდეგში როგორ უნდა მოიქცეს თქვენთან, რა უნდა გააკეთოს, რა უნდა გითხრათ, რა არ უნდა გითხრათ, ხო? იმიტომ რომ ამ არკანებიდან გამომდინარე ვხედავ, რომ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ სავსებით შესაძლებელია კონტაქტი იყოს, მაგრამ ასეთი ცოტა გაურკვეველი ურთიერთობა იყოს და მაგის გამო გაინტერესებდეთ, როგორ შეიძლება გრძნობდეს ადამიანი თქვენს გარეშე თავს. ათრიგერებს ადამიანს გავიმეორებ თქვენთან დაკავშირებით ფიქრები, ასევე აქ ისიც ჩანს, რომ რაღაცნაირად ადამიანი პერიოდულად თითქოს ადამიანი აქ რაღაცას ებრძვის და ვერ ხვდება დანებდეს თუ არა. იცით აქ როგორი შეგრძნება მომდის, თითქოს ადამიანს აღარ ყოფნის ზალა, აღარ ყოფნის ენერგია უნდა რომ დანებდეს, უნდა რომ რაღაც დაასრულოს თქვენთან დაკავშირებით. განა თქვენთან ურთიერთობა, არამედ თქვენთან დაკავშირებით რაღაც მაგალითად თქვენზე ფიქრები, ხო? მაგრამ ხანდახან კი პირიქით ეს ხმლების 5-яნის ენერგიები სხვა ენერგიებში გადადის, როდესაც ადამიანი ძალიან ძლიერი ტრიგერის ქვეშ არის, ძალიან გაღიზიანებული შეიძლება იყოს პერიოდულად თქვენზე. ენატრებით არკანი პენტაკლების 7-იანი, ხმლების 10-იანი,
ხმლების 2-იანი და კვერთხების 8-8-იანი უკაცრავად. მეგობრებო, კონკრეტულად ამ არკანებიდან გამომდინარე მაინც და მაინც მონატრებას მე აქ ვერ ვხედავ პირდაპირ გეუბნებით. და ნახეთ, ზოგადად ემოციები და გრძნობები არის ისეთი რაღაც, რაც არის ცვალებადი, ხო? და ცხადია პერიოდულად ხან ერთ შეიძლება განვიცდიდეთ, ხან მეორეს, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში აი რომ შევაჯამოთ ადამიანის ემოციები, კი ბატონო, აქ ადამიანს პერიოდულად ენატრებით, მაგრამ თითქოს უფრო მეტად აქ ადამიანისთვის თქვენ ტრიგერი ხართ და უფრო მეტად აქ ადამიანი რაღაც გაღიზიანებულ ენერგიებში არის რა. აი თითქოს ან ძალიან შორეულ წარსულში გქონდათ კომუნიკაცია ამ ადამიანთან, პირველი ვარიანტი, ან ახლაც არის კომუნიკაცია, მაგრამ ძალიან ზედაპირული. მაგრამ პირდაპირ გეუბნებით აქ პირველი ვარიანტი, თქვენ ზედმეტად სიღრმისეულად უყურებთ ხოლმე მის ემოციებს. რეალურად ადამიანის ემოციები და გრძნობები იმდენად სიღრმისეული არ არის, როგორც დემონსტრირებს, ან როგორც შეიძლება ჩანდეს ერთი შეხედვით. ხვდებით ხო? ადამიანისთვის თქვენ ხართ ტრიგერი. სხვას მე აქ ვერაფერს ვერ დავამატებ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. დაგემშვიდობებით ამაზე და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, აბა ვნახოთ თქვენ შემთხვევაში რა ხდება აქ. და აქ ამოვიდა ასეთი კვერთხების 2-яნის არკანი. ზოგადად როგორ არის უთქვენოთ? უთქვენოთ ადამიანი აშკარად არის ასე თუ ისე მოწყენილი. ადამიანს ზოგადად ყველა ადამიანს პერიოდულად გვჭირდება მარტოობა, ხო? და რომცა ადამიანი იყოს ასეთი ინტროვერტული ტიპაჟის პიროვნება, რომელსაც პერიოდულად სჭირდება მარტოობა, უთქვენოთ ადამიანი ასე თუ ისე იწყენს, მოწყენილობა ჩანს, მაგრამ მოწყენილობა არა სევდის გაგებით, არამედ მოწყენილობის გაგებით. დავამატოთ არკანები და ვნახოთ როგორ არის მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ გარეშე, როგორ არის ხოლმე, აბა ვნახოთ თქვენს გარეშე, ან ახლა თუ არ არის თქვენ შორის კონტაქტი, როგორ არის. არკანი იმპერატორი ქალი, არკანი ხმლების 6-იანი და არკანი ხმლების 9-იანი. მეგობრებო, აქ რა დაგიმალოთ? თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ქალბატონი, აქ მე ვუყურებ საკმაოდ თვითკმარ ადამიანს, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ კონცენტრაცია იქონიოს საკუთარ თავზე და საკუთარ თვითგანვითარებაზე, ამიტომაც კი მოწყენილად არის, კი ენატრებით ძალიან ადამიანს, როდესაც თქვენს გარეშე არის, საკმაოდ ბევრსაც ფიქრობს ხოლმე, მაგრამ ამავდროულად აქ მე ვერ ვიტყოდი იმას, რომ ადამიანს რაღაც აბსესია აქვს, თუნდაც ჯანსაღი აბსესია. ადამიანს რაღაც თავისი საქმეებიც აქვს, განსაკუთრებით თუ თქვენ ქალი ჩაიფიქრეთ, რაღაც თავის რაღაცებზე უფრო არის ხოლმე კონცენტრირებული, შესაძლოა თავის გარეგნობაზე ან თავის რაღაც საქმიანობაზე, ხო? შესაძლოა რაღაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილში გადასვლაზე, აი რაღაც ასეთი შეიძლება ხდებოდეს ახლა მის რეალობაში, ხო? ამიტომაც მე აქ ვიტყოდი ასე, ადამიანი უთქვენოთ, ვერ ვიტყოდი რომ კარგად არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ მე ვუყურებ საკმაოდ ძლიერ ადამიანს, რომელმაც საკმაოდ ბევრი გადაიტანა და ყოველთვის ცდილობს რომ იყოს ძალიან ძლიერი. ახლა ვნახოთ, ენატრებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას, მეორე ვარიანტი, ენატრებით. ვნახოთ, აბა ენატრებით თუ არა. არკანი ძალა. თითქოს სხვა ენერგიებში არის ადამიანი. ცოტა სხვა ენერგიებში ვხედავ ახლა ამ ადამიანს, ვიდრე თქვენთან დაკავშირებით მონატრებაზე ან რაღაც მსგავსზე. არკანი ძალა. კი, ენატრებით, მაგრამ უფრო სხვა პროცესებზე არის კონცენტრირებული აქ ადამიანი აშკარად. თითქოს ახლა რაღაც სტრესული პერიოდი აქვს, ნეგატიური პერიოდი აქვს, რაღაც ნეგატიური გადაიტანა ახლო წარსულში, ან ახლა გადააქვს. ენატრებით თუ არა, აბა მეორე ვარიანტი. არკანი თასების დედოფალი. კი, ბატონო, ენატრებით.
დასების სამიანი, ხმლების სადიანი. კი მეგობრებო, ენატრებით ადამიანს აქ თქვენ შორის კონტაქტი თუ არ არის, ან თუ კონტაქტი არის, მაგრამ პერიოდულად ხან არის, ხან არ არის, ამ შემთხვევაში კი ბატონო ადამიანს ენატრებით, როდესაც არის უთქვენოდ, მაგრამ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე ცოტა სხვა პროცესებში არის ადამიანი შესული, ამიტომაც უფრო მეტი მისი ყურადღება და კონცენტრაცია სხვა რაღაც ასპექტებში მიმდინარეობს. სულ ეს არის მეგობრებო, ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებებით და ნახვამდის.